რა ბაზარია ეს ბაზარია მოგესალმებით მეგობრებო ეთერშია არა სტრიმზეა არა უკეთესად ვიტყვი ბაზრის Facebook live stream-ზეა რა ბაზარია რა ხდება როგორ ახართ მეგობრებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით მათ ვინც აი ახლა ბაზრის Facebook გვერდზე live-ში მიყურებთ აშობით როგორ ახართ მივესალმები ამფითეატრს რომელიც აი ესე გადაივსო და მე ვარ ძალიან ბედნიერი მადლობა თქვენ რომ მოხვედით ჩემთან აბა ერთი არ მოსულიყავით მოკლედ აუ ნახე ტაში დამიკრეს ეს ისეთი ტაში იყო რომ ტალღამ წამიღო მოკლედ მეგობრებო მივესალმები ყველას კიდევ ერთხელ გავმეორდები და გეტყვით რომ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ბაზარში ბეკუას 3A ნომერში არა B არა C არა K არა X არამედ A კარგად დაიმახსოვრეთ მოკლედ მეგობრებო შეგიძლიათ მოხვიდეთ ყველა პრინციპში შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი მშობლები შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი შეყვარებულები შეგიძლიათ მოიყვანოთ ის ადამიანები ვინც არ მოგწონთ საერთოდ მიირთვათ დალიოთ გაერთოთ მე შემომხედოთ ჩამიაროთ მომაძახოთ რომ ფუ რას გავხარ რა გინდა შენ აქ მოკლედ ყველაფერი შეგიძლიათ თავარია რომ მოხვიდეთ ან live stream-ზე მიყუროთ დიდი მადლობა რომ მიყურეთ დღეს მე გვპირდებით რომ შემდეგი გადაცემა და შემდეგი live stream-ით ძალიან საინტერესო იქნება მადლობა ყურადღებისთვის ზუსტად სამშაბათს ზუსტად 8 საათზე დაგიბრუნდებით დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგად გრძანდებოდეთ არამც მე ისევ დავბრუნდი დღეს 1 აპრილია მოტყუება ადვილია დღეს ესეთი დღეა მე თქვენ მოგატყუეთ შეიძლება არ გამომივიდა მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო როგორ ახართ აი ხარცად არ წავალ მოკლედ ესეთი ამბავია გადავიდეთ სერიოზულ საქმეზე დღეს ყავს იცით როგორი სტუმარი აი როგორ აგიხსნათ აი მაგალითად ხანდახან გიწევს ხოლმე თქმა რომ აი დღეს ჩემი სტუმარია არაჩვეულებრივი მშვენიერი ნიჭიერი ულამაზესი უმშვენიერი შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე არ იყოს მაგრამ ნუ აი ესეთი პროფესია რომ როდესაც სტუმარი მოგყავს ხო მართლა კი ვიხუმე როდესაც სტუმარი მოგყავს ნუ ვალდებული ხარ რომ მას ძალიან კარგად მიესალმო კარგად წარადგინო მოიტყუო მაგრამ დღეს მე არ მოიტყუები მიუხედავად იმისა რომ დღეს 1 აპრილია. დღეს მე გეტყვით სიმართლეს. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ სიმართლეს. დღეს ჩემი სტუმარია მართლა არაჩვეულებრივი, მართლა ძალიან ნიჭიერი, მართლა ლამაზი, საოცარი იუმორის მქონე, ჩემი საყვარელი გოგო, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა რომ მას შევხედროდი და დიახ, ეგ ბაზარია რომ დღეს რა ბაზარიაში მოვიდა ჩემი ანასტასია ფედუკიძე. აი აღარ გვიწრებლები. აი ნახე როგორ წარგადგინეთ ქვი. მე ჩამიყუჭე ის ფული რა. მე მომიწყე. ხო. ან გადმომირიცხე. პირად ნომერი ხო ის ჩაგდებული ვარ. თქმა უნდა. აბა როგორ ახარ? ვიბაზროთ ხო? ხარ მზად საბაზროთ. მე დღეს ძალიან სერიოზულად მოგებაზრო რა. მე დღეს შევეცდები ვიყოს საოცრად ორიგინალური და ჩვენი ბაზარი წავიყვანო ძალიან მძიმე მხიარულად აღარ შემიძლია რა სულ მოწყენილები ვარ და ცოტა გავიხაროთ არა რაღაც ვარიანტებში ხანდახან და იმის არ შეფრთხეს ამისი არ შეიძლება აი როგორ ახარ აშვები არა სინამდვილეში მე ვფიქრობ რომ ну რეალურად სიტუაციას ქვეყანაში არის ცოტა მძიმე. ცოტა კი არა, ნამდვილად მძიმე არის, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე როგორც რაღაცა მუდმივი პროცესი. ამიტომ ჩვენთვის ხო არის საჭირო ჩვენ ძალები აღვიდგინოთ. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ხანდახან სახალის რაღაცებიც საჭირო ნოღოდ მარტო. ამიტომაც მოგიყვანე დღეს შენ ჩემთან. დღესაც ხო გითხარი რომ ძალიან მიყვარ ხარ თქო. მეც მეტი აღარ გამამეორებინო რა თქო. ხო, დაგიჯერო. კაი, იცი რა მითხარი? მოგწონს ჩემი გადაცემის სახელი? ხო, არა, ძალიან გიხდება, შენ გიხდება. ხო, რატომ მიხდება? რა პუნჩი მიხდება? რა უკაცრა, რა ბაზარი. რა ბაზარი? ეგ ბაზარია ზუსტად ეგ. შენ ხარ ეგეთი და ბაზარი, იცი როგორ არის? ხანდახან სხვადასხვა ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ანუ რაღაცას რომ არ მომწონს რაღაცა ბაზრის გალი გამოდის რომ გამოგდის. ბაზრის ქალებს რა ჯობია? ხო და მე ვამბობ რომ ძალიან კაია თუ გამომდის სახელის აქვს მისთვის. გიждები. მე ამ გამოთქმაზე გიждები და აი ამ ბაზრის ქალი კი ვარ და ეხა მით უმეტეს ბაზრის ქალი ვარ. ხები? ძალიან კაია. როგორ
ბებია ჩემი იყო ანთროპოლოგი, ნუ ეთნოგრაფიც იყო და ამბობდა რომ ორი ადგილი არის ახალ ქალაქში თუ მიდიხარ, თუ გინდა რომ გაიგო ანთროპოლოგიურად. კი ბატონო. ისე ვთქვათ, როგორი ქალაქია, ორი ადგილი არის. ერთი არის სასაფლაო, მეორე არის ბაზარი. მართლა, ბაზარი გასაგებია და სასაფლაო? სასაფლაო რო გაიგო, ანუ იქ ხო წერია ოჯახები, როდის ცხოვრობენ რაღაცა და პატარა წერილებიც არის და მოკლედ აჰა, ეს არ ვიცოდი და ძალიან საინტერესო ინფორმაციაც მივიღე. შენ გვიანიც არის ეს გოგო, რა თქვი? შემდეგ ჯერ რომ სადმე საფრანგეთში იქნები, სასაფლაო. ეგრევე პირველი მივაჭრე სასაფლაოს, ჯერ ბაზარში წავალ და მე სასაფლაოზე ამ პირიქით. ნუ დგომა მოდის და მე ჩვენ ხო ასე ხო? იცი რა მაინტერესებს? შენ ამბობდი რომ აი იუმორიო. მე ძალიან მომწონს შენი იუმორი. მეც შენი. და მომწონს, იცი რა მომწონს? რაღაცნაირად იმპროვიზაციის უნარი გაქვს და იუმორში ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რანაირად ახერხებ ამას, აი ესე უცებ ერთ წამში რაღაც სწორი მესეჯების დასმას, ძალიან სასაცილო. არასდროს არ ვფიქრობ, რომ სწორ რამეს აი მაგაშია საქმე. ოღონდ მართლა, მე ვფიქრობ, რომ მე იმ გადაცემაში რომელშიც მე მონაწილე ვარ, იქ გამოდის ასე, რომ აი ორი ბიჭი მყავს, საოცარი ბიჭი მყავს. ერთი აქედან მეორე იქიდან, ხო? დიახ, და ისინი არიან ძალიან ნიჭიერი კომიკოსები. და ძირითადად ჩვენი ხუმრობები ჩემთან ერთად გამოდის, რომ მე რაღაცა არასწორად რაღაცა თქვი და ისინი მე აწყობენ ამაზე და იწყება წენწვა. თუმცა მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა. მე მგონი ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ მე არ მაქვს პრობლემა ხალხი რომ ჩემზე დასწინოს. ანუ ეგ ისე ხუთარ თავზე ირონია, თავის ირონია ყველაზე დიდი ნიჭია მე თუ მითხრა. ეგ არის რეალურად მე არ სატარდავდი ვარ, არ, ნუ სხვა გადაცემებში, რომ ეხლა 5 თვის წინ ვიმშობერე, ახალი ხოჩაღი გოგო ხარ შენ? ეს ხო 5 თვის წინ ნამშობიერები ხარ, ნიშნავს რომ ახალ ნამშობიერები ხალი ხარ, ხო? მე უკვე ხო, მაგრამ ის მეორე არის და 34 წლის თუ ვარ, მე მგონი ეგ უკვე ნიშნავს ხანდაზმული ხარ კი? ხანდაზმული ხარ, მეც ხანდაზმული ვარ. მეც ჩამიწერეს იმაში მოწმობაში ხანდაზმული მშობიარობა. ძალიან კარგი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ World Health Organization, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია შეიცვალა ასაკობრივი ჯგუფები და ახალგაზრდობა არის 45 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს მილენიალების დამსახურება, მე თუ მკითხავ პირადად მილენიალების დამსახურება. იცი რა მაინტერესებს? არის თუ არა ქართულში ისეთი სიტყვა, რომლის გამოთქმაც ძალიან გიჭირს. და საერთოდ აი გვიან ისწავლე ხო შენ ქართული? გვიან ალაპარაკე. კი, ანუ გვიან რა, რო ჩამოვედი საქართველოში 2016-ში, 2016-ში. 9 წელი გამოდის, რა. 9 წელიწადში ისწავლე ქართული ისე რომ ახლა ძიხარ და ლაპარაკობ ჩვეულებრივ. ხო, დღემდე მიჭირს. ნახე როგორ არის საერთოდ არის რთული. ანუ სახელში არის აღნიშნული, რომ არის ძალიან რთული. კი ბატონო. და ჩემთვის ეს არის მეხუთე ენა. და ხო, მაგრამ მე გითხრა რომ ყველაზე რთული ენა რაც ქართული ხო? ნუ რაც მისწავლია ჯერ. და საინტერესო დაკვირვებაა ქართული. ხო, ბაზარი და ქართული. ჩამოვთვალოთ რა ენებზე საუბრობ. პირველი. ის ენა რომელზეც არ უნდა ვთქვათ. გაეთრიო საკედან. წრის ენა ყველამ უნდა ვიცოდეთ მაინც. ეგ არის. ინგლისური. ინგლისურები. რა თქმა უნდა. კიდევ? ესპანურები. კიდევ? იტალიური. იტალიურები. და ეხლა ქართული. ხუთი ენა, არც მეტი არც პოლიგლოტი ხარ რა. ხო, კარგად გამოდის. ბებია ჩემმა მასწავლა, როგორ უნდა ვისწავლო ენები. და მე მგონი ამიტომ, ნუ რაღაცა არის. ეხლა მე მასწავლე როგორ გასწავლა, როგორ უნდა ისწავლო ენები. ერთი მარტივი ხერხი მაინც მითხარი. თუ დიდი პროცესია ეს ძალიან. ხო, არა, რაღაცა ფორმულები აქვს და მე რაღაცა ამაზე აწყობს ყველაფერს და მართლა, ნუ რაღაცა და ამ ფორმულებით ისწავლე შენ? დაახლოებით. ხო. აი, ეთერს გარეთ მაინც ხომ მეტყვი. ეთერს კი არა, სტრიმს გარეთ. ბოდიში, ვიცი რომ Facebook-ზე და YouTube-ზე ვარ. Sorry. იცი რა მაინტერესებს? და ეთერი ეგ არის ითვლება? იცი რა, ეთერი უკვე ტელევიზიაში ითვლება, ჩვენ ხო ტელევიზიაში. გასვათ, ჩვენ უკვე თანამედროვე ეთერი არის. ჩვენ უკვე სტრიმზე ვარ. არსებობს სიტყვა. არ მიპასუხე. სიტყვა, რომელსაც ვერ ამბობ ქართულად. ვერ ვამბობ? არა, ჩატალას ვერ ამბობ, თავიდან რომ დავიწყე ქართული ენის სწავლა, ჩვენმა რექტორმა მითხრა, რომ ნუ, რა თქმა უნდა,
რომ ის 100 რომელიც არ გამოდიოდა იყო ყ და ყველა თქვა რომ კახა ბენდუკიძის შვილი თუ ხარ ეგ 100 არის საჭირო შენთვის და როგორ გითხრა კახა ბენდუკიძის შვილი თუ ხარ ყ უნდა იცოდე ესე გითხრა იმის ამ 100-ს გარეშე არც სიყვარული არც სხვა რამე არ გამოდის არა ხო არაფერი არ გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი 100-ა ისე დია შენ ნახი გაქვს ის ვიდეო მე და კახა რო ცეკვა რა თქმა უნდა ამიტომ ძალიან მინდა და მეც აქ მოსვლა ძალიან დიდი ფაცივია ძალიან საყვარელი ვიდეო შემოგვრჩა მე და ფანტასტიკურ ადამიანს სხვათა შორის შარშან 20 აპრილს იყო კახას დაბადების დღე და ჩემი შვილი იყო ჯერ 3 წლის და ვერ ანუ არ იცის ჯერ რა არის სიკვდილი და რომ ვიღაცა შეიძლება რომ აღარ არსებობს. ხო, გაცნობიერებული არ აქვს. და მე მას ვანახე შენი ვიდეოები როგორც შენ ცეკვავ მასთან ერთად. აი რა, გული ამიჩუქდება ეხლა ძალიან. ანუ ჩვენ მოვედით აქ გასართობად და მატირებს ეხლა ეს ხალი. ხო, ეგ ჩემი განსაკუთრებული ნიჭი რო ძალიან მიყვარს თირილი რა ვქნა. ვფიქრობ რომ ძალიან ჯანსაღია. ანუ რაღაც ემოციები როცა გაქვს, უნდა გამოუშვა, არავითარ შემთხვევაში არ ხო, მაგრამ ეგ იცი როგორ არის? ხანდახან ცუდად გამომდის, იმიტომ რომ პანაშვიდებზე რომ დავდივარ, სულ ტირი ვარ და მე გამოდის რომ ის ხალხი, ვინც შეიძლება რომ დედა გარდაიცვალა, მე არა უშავს ანასტასია, არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე კაიჭირის აი მე ერთხელ ვიყავი. ჭირის უფალი ხარ, მოკლედ ისეთი. დიახ, სხვათა შორის, მინდა სირსის მსვენია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ ნამყოფი სამეგრელოში, იმიტომ რომ ერთმა ჩემმა მეგრელმა და ქალმა თქვა, რომ შენო სამეგრელოში პანაშვიდზე არ შეიძლება შეიწოს, ხო? არა, პირიქით. ჩემი პირველი მოსვლა სამეგრელოში უნდა იყოს პანაშვიდე. ჩვენ ველოდებით, ანუ შორინატესავი როცა შველეთ ხალ უკეთესობისკენ წავა და მე იქ შეწახვალ პანაშვიდზე სამეგრელოში. ხო, რომ მე აი ზუსტად როგორც მეგრელები რო თირიან, რომ აი ძალიან ხმამაღლად რაღაც, ანუ თან ვერ ვაკონტროლებ, ანუ შეიძლება ძალიან მინდა რომ ძალიან. ხო, ეს ემოცია არის ნამდვილი, რაც მნიშვნელოვანია და მთავარია. ეგ ვერთო, ძალიან კიდევ უფრო მეტად შემიყვარდი ხმა. იცი რა მაინტერესებს? აი საქართველოში რო ჩამოხვედი. არც ისე დიდი ხანია, ხო? 2016 წელს ჩამოხვედი. იცი როგორ არის? წელი არ არის ესე თქვა. ხან ბევრია, ხან ცოტა. პანდემია თუ არ ჩავთვალოთ. ეს საერთოდ არ გამახსენდა. ეგ რომ ახსენდება, მინდა რომ აი საერთოდ წარმოედგინე რომ 5 წელი გავიდა. ჩემთვის ეგ არის, არ ვიცი როგორი, ანუ მე მეგონა 2 წლის წინ იყო და თურმე 5. დაუსრულებელი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. შენი პირველი შტაბეჭდილება მაინტერესებს საქართველოს. აი რა შტაბეჭდილება, აი რაღაც პერიოდის მერე კი არა, თქვა აი გავიდა 2 კვირა, აი მალევე რა ემოცია მოგცა საქართველოს. რომ პირველად რომ ჩამოვედი, საერთოდ პირველად ჩამოვედი ვიყავი, ეს იყო 2004 წელი, 2004 ბოდიში, 2004, არა 2008 აპრილში ვიყავი. ომამდე, ისე ვთქვათ და იმედენი საჭმელი შევჭამე, რომ დიდად სხვა არაფერი არ მახსოვს. მარტო გახსოვს, კი, დაახლოებით. ნუ თან კახასთან ერთად ვიყავი, კახას სახლში რაღაცა და რუსიკო არის არჩეულებრივი კარი, რომელიც აი ძალიან ბევრი რაღაცა აკეთებდა და მხოლოდ ეს მახსოვს, მაგრამ მე რომ მხოლოდ გახსოვს, რომ ბოდიში და გასკეთი ჭამით, ხო? თითქმის, ანუ ეგ იცი როგორ არის? მე ხო მომიწევდა მუშაობა ქართულ გასტრონომიასთან და მე მართლა ვარ ახტოვანებული. ანუ როგორ შეიძლება რომ ეგეთ პატარა კუკუს, ეგეთ ქვეყანაში ეგრე ესეთი გენიალური გასტრონომია. მართლა ძალიან კარგი და გემრიელი რაღაცეები და ხოველჯერზე რომ ვარ, ერთ-ერთ რესტორანში, ქართულ რესტორანში, ეს რესტორანი არ დაასახელო, სანამ ჩემი სპონსორი არ გახდება, ვერ დავასახელებ. ამიტომ სპონსორებო მოგზავნე. ჩემი მეუღლის რესტორანში. და სპონსორობ და ვიტყვით სახელს მე. აფიქრდით. მე? კაი, მომიყევი მე. და ხოველჯერზე ვფიქრობ, ვაუ, აი სულ გაკვირებული. როგორ შეიძლება რომ იყოს ეგეთი გემრიელი? აი, უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის, რომ როგორი ოკეი, მაგალითად, ისპანეთში შეიძლება რომ იყოს 1-2 გემრიელი კერძი, რომელიც ნუ ძალიან კარგად აკეთებენ რაღაცა და ყოფია, ხო, თქვა. აქ, აი, გინდ ფხალი, გინდ ხარჩო, გინდ სულგუნი, გინდ საცივი. ხო, აი, ყველაფერი ახლა ძალიან მომშივდა, რატო დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი? მერტო მომშივდა. წავდავლე. რომ მოვჩებით გაჭმევა აუცილებლად ძალიან გემრიელად. და
იც რა მაინტერესებს? რა შემოვედი საქართველოში? პაუზა რო იყო შემეშინდა აქ პაუზები არ გვინდა რა ხო ის ბაზარი მიდის ერთი ბაზარი. წკა აფერთი, წკა თქვენ არიცით უბრალოდ დენი არის შეერთებული ამ სკამზე და ხოლო ჯერზე რა რაში გავხარ ხვდები ხო? აი აი ენერგიები. თავარია მე შენთვის კაი ენერგიები მომაქვს ახლა კარგი ენერგიებს გაწვდი რა. ხო და რას მეუბნებოდი? გეუბნებოდი რომ პირველად რო ჩამოვედი საქართველოში მე მეკონა რომ ვაუ ტურმე საქართველო არის ძალიან ტოლერანტული ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ რატო თქვი? მე შენია პასუხი უკვე. იმიტომ რომ ხედავდი რაღაც განსაკუთრებული დღე იყო რომ აი რამოდენიმე ბიჭი ვნახე ქუჩაში და ერთმანეთს ასე ანუ ხო აი ესე რო იყო და ესე დადიოდნენ ნუ სხვა ქვეყნებში ეგ არ არსებობს იმიტომ რომ ეგ ნიშნავს რომ არ ვიცი ბოიფრენდები ხო და თან ხალხი რაღაც გოძისები ნუ აი ვერ მოხდა და ვაუ თქვი რომ ვაუ საქართველო ძალიან განვითარებული განვითარებული ქვეყანა ხო ძალიან განვითარებული ქვეყანა ნუ მე მივხვდი ყველაფერი, მაგრამ დავიდან ასე ვიფიქრე. დავიდან ასე ვიფიქრე, მაგრამ ეს ყველაფერი გაგიხალწულა ძალიან მარე. ბავშვობაში ვიგიდოდა რომ გამოსულიყავი. სხვათა შორის წამყვანი მინდოდა რომ ყოფილიყო. მართლა? კიდე ხა ცადო წაიყვანო? არა. რატო არ გინდა? სად უნდა წაგიყვანო? მე წამიყვანე რომ მოვჩევით ეთერს. სადმე? ეგ ერთი. და აქ წაიყვანე გადაცემა, ხო გინდოდა წამყვანი გამოსულიყავი. აი, ცოტა მე ვიყავი, ჩემი ოცნება უკვე შევასრულე. ვიყავი ის გადასარევ გადაცემაში, გადასარევით ის იყავი თან ჟიურის წევრი იყავი და ძალიან ჭკვიალა იყავი თან და სამართლე. იმიტომ რომ ყველა ბიჭები იყვნენ და მე ნებისმიერი ანუ ეგეთი პროცესი ხო და დაახვედი. რა მიშელავა ხო? შენ გადახვედი. ერთი მელოდი, მეორე დიდი წვერი. იცი, მოხერხულ სიტუაციაში როგორ იქცევი ძალიან მაინტერესებს. ტიპაში ხარ საოცრად საყვარელი. მაინტერესებს აი უხერხულ სიტუაციაში რო ვარდები რას აკეთებ? მე მგონი ყოველდღე არის უხერხული სიტუაცია. აი რა ხო დაახლოებით. რატო რა აი რას ეძახი? იმიტომ რომ არასწორად მესმის რაღაცა სიტყვები, მე რაღაცა და ნუ ამაზე არის ყველაფერი და რაღაც ცოტა ხურუც ვარ მე მგონი. მე მგონი უნდა შევამოწმო. ანუ არასწორად გესმის. ალო? აი იცი რა მაინტერესებს შენთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი რა სიტყვიან შენზე ადამიანები? აი ეს ადამიანები, უცხო ადამიანები. ხო, ოკეი, იცი როგორ არის? ხან საერთოდად მაინტერესებს და ძირითადად ეგ არის ჩემი რაღაცა. ძირითადად არ გაინტერესებს. ძირითადად არ მაინტერესებს. მაგრამ ხანდახან რაღაც აი ან დედა ჩემის ხმა, ან მამა ჩემის ხმა მესმის რომ რასაკეთებ რა რასუ და მე ძალიან ნერვიულობ ამაზე და შფოთავ. აი მაგალითად Facebook-თან შფოთავ. ხო, შენ თუ ამბობ, შენ თავზე შფოთავ. ხო, შფოთავ. და შენ თუ გეუბნები, შენ შფოთავ. მე შფოთავ, შენ შფოთავ. ეგ ბაზარია. სხვათა შორის მე მინდა გავაკეთო შპოდკასტი. როგორ? შპოდკასტი მინდა გავაკეთო. შპოდკასტი? აუ რა? უკვე თქვი და ოკეი, ის რა ქვია? არა, ეხლა ამას შენ ეხლა. შენ ეხლა მომეცი ექსკლუზივი. ამას ქვია ექსკლუზივი. და შენ აკეთებ შპოდკასტს. ანუ ფანტასტიკაა. ოჩა. იმიტომ რომ მე მგონი რომ ნუ საერთოდ ჩვენი გადაცემა ბიჭებთან არის ამაზე აწყობილი, მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან გვიჭირს პრობლემებზე საუბარი, საერთოდ სხვა ადამიანთან და მადლობა ჩემო სიცოცხლე. მოსაკი არა. აბა ეს მე რეგეჭყვი რაში მჭირდება? მე გააგრძელებ გასაუბროთ ხელს არ გისმენთ. და არა, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ პროექტს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, რომელიც ძალიან დიდი მედიბაქო განახლდება. გამოდის ლამაზი რაღაცა სასიამოვნო ხალხი და ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და ეგ ხალხისთვის შეიძლება რომ იყოს რაღაცა სიურპრიზი და შოკი, იმიტომ რომ არ არიან მიჭრეული რომ სხვა ადამიანთან ილაპარაკოს შენ პრობლემებზე. და ჩვენ ყველანი მგონი გვაქვს შფოთვა ხანდახან. ხო, შენ არ იცი, არ ვიცი, მაგრამ მე შფოთის დედოფალი ვარ. არ გჯერა. არ გჯერა? არა. გეუბნები გჯერა. იმიტომ რომ შენს არ ამგონი რომ შენ გაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი შენზე. სხვათა შორის ახლა გინდა დაგიმტკიცო რომ მართლა არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ეხლა გნახე შენ იყავი დათკლეშილი იატაკზე სხვისი ძაღლი. ზახტავდი კი. ეხლა მე შემომიტანეს ეს ლაპტოპი.
იმისათვის რომ წავიკითხო ჩემ თავზე ცუდი კომენტარები, გაინტერესებს? ოკეი, მიდი. ხო და მე შენზე მე ცუდი კომენტარებს არ დავიკითხო, შეიძლება საიდან იქნება. ეს მესამე live stream-ი არის უკვე და ეხლა წაგიკითხავ ჩემზე რას წერენ? რა ბაზარია Facebook გვერდზე. აბა რა, ნახოთ. დედაჩემის სტუმრობა რო იყო, დედაჩემი რო იყო პირველ დღეს, რა შებერტყილები არიან, რა არის ეს? ანასტესტრეს ბრელაბშუდა რაღაცა გაუგებარი სახელი და გვარი წერს. ანუ რა შებერტყილები არიან, რა არის ეს? ანუ კომპლიმენტად მივიღო, შებერტყილობა ტეხავს, არ უნდა ვიყო შებერტყილი. შებერტყილობა რას ნიშნავს? შებერტყილი ხო რას ნიშნავს? აი შენზე შებერტყილობა შესაფასებლად, აი. ანუ რომ მოფერთხავ რაღაცას. აი მომფერთხეს? თუ აი კარგად შესაფერთხი ვარ თუ დამიწერეთ კომენტარებში უბრალოდ რა იგულისხმო ამ ადამიანმა შებერტყილობაში. შეიძლება რომ ანუ შენ უკანა მხარეზე უნდა მოსაბერტყი? დამიწერეთ კომენტარებში ძალიან საინტერესო. ანუ რომელ არხზე გავიდა ეს სტრიმი? ბაზარის არხზე, ბაზარის OnlyFans-ზე ხომ არის ხო ის რა? ჯერ არა, ნახოთ მე რა იქნება. ხო. შებერტყილები იქით მოვიკითხოთ. შემდეგი კომენტარი მინდა წავიკითხო. შუაღამისას ვუსმენ, გამიხეთკეთ გული, გთხოვთ აღარ იყვიროთ. ნუ შუაში მაინც. მეგობრებო, ეხლა დავკონკრეტ. ეხლა ამახსნევინეთ. უკაცრავად. ავიკაპიტო. ჩვენ ვიმყოფებით ბაზარში. ეს არის live stream-ი. აქ ადამიანები მოდიან, ისვენებენ, საუბრობენ, მიირთმევენ. ხან მღერია, ხან ცეკვავენ, იქით დაბადების დღეებია საერთოდ. რომ არ ვიყვირო, აბა რა გავაკეთო? უნდა ვიყვიროთ. ნუ შევეცდები რომ შუაში ჩუმად ვიყო, მაგრამ მე თქვენ ვერ გაიგებთ მეგობრებო. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, აქ არის აბსოლუტური სიგიდე რაც ხდება. ავიწყდებათ ეთქობა, ხო? მაინც ახალია ეს ყველაფერი და მე მგონი ხალხი თქვენ უნდა შემოვიდეთ აქ live-ში, ანუ კომპიუტერთან კი კომპიუტერში კი არ უყუროთ. უბრალოდ ვეკუას 3 მოდით და ნახეთ ყველაფერი მართლა თვალით, იმიტომ რომ ნამდვილად განსაკუთრებული რაღაც ეგეთ გადაცემაში ჯერ არ ყოფი ვარ. იმედია ბოლო ჯერია და აუ კარგი რა, მოხვედი და ეხლა მაყვედრი რომ მოხვედი. გაგფერთხავ? გამფერთხე რაც გიდა ის მიქენი. შემდეგი უნდა წავიკითხო. საშინელება, ყურება შეუძლებელია. ნახვამდის ქალბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ. თუ გინდა თქვენ სახელს და გვარსაც ვიტყვით, ესე სახალხოდ გინდა? არა ვიტყვი. კიდე პროდიუსერი. არ თქვა. არ ვამბობ. კაი, შემდეგ, მაგრამ ღირსია ისე რომ თქვა. ყველანი ღირსები ხართ, ყველას აკდით პარდას. იცი როგორ არის? მე ვფიქრობ, რომ ხალხი თუ წერს რამე ცუდს, ეგ რეალურად კარგია. ნუ იმიტომ რომ ჩვენ ყველანი გვაქვს, ყველანი კი არა, მაგრამ ყველანი გვაქვს ცუდი მხარე და კარგი მხარე. აბსოლუტურად. და ძალიან ბევრ ხალხს საქართველოში უჭირს თავისი ცუდი მხარის გამოხატება, ანუ რაღაცაში შენ ძალიან ფილოსოფიურად მიუდექი ამ ყველაფერს. ხო, აბა სხვა როგორ ეს არის მოუცლელი, კი არა, მოცლილი. არა, მაგრამ იცით როგორ არ შემდგარი ხალხი, რომელსაც საქმე არ აქვს და ეგოს იქმაყოფილება და დაიკმაყოფილება. მის თვითაგრესიაზე რო არ გადავიდეს, წერენ ცუდ რაღაცებს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე მაგალითად ეს ადამიანი იყოს, არ ვიცი, ავტობუსში და რა საკეთება ის რაღაცა. ხო, და იმიტომ რომ ეს შეიძლება რომ შენ თელ დღეს შენ იფიქრე ამაზე რაღაც, ანუ შენ ის ადამიანი რომელიც არ არის მიჩვეული ამაზე. ჩვენ მე მგონი უკვე ვართ, ანუ ამ სფეროში თუ მუშაობ, უკვე ხო, რაღაცა ეგ არის სამსახურის ნაწილი, ასე ვთქვათ და ამიტომ წერეთ მეგობრებო, წერეთ ცუდი რაღაცები ჩვენზე, ჩვენ ყველას გაგვიხარდება. გავაგრძელ კიდე ერთი გინდა. არა, ცუდი. მოიცადე? ერთი უნდა წავიკითხო, ეს არის ჩემი საყვარელი, ერთი წამი. აუ მეც მაქვს ერთი ცუდი კომენტარი, რეალურად ყველა კომენტარი ჩემს არის მე რა საყვარელი გოგოა და რა საყვარელი გოგო და რამოდი გოგო არ არის? ეგ ცუდი კომენტარია. არა, საყვარელი, არა, ეს საყვარელი გოგო ძალიან კარგია, უბრალოდ მე ხანდახან შეიძლება რომ ვიყო სასაცილო და არა საყვარელი და მაინც რომ საყვარლად სასაცილოც ხარ ძალიან და ეგ კომპლიმენტი გიგითხარ. ერთი კომენტარი დასკრინებულიც მაქვს, მე მგონი ეხლა არ მაქვს თან, მაგრამ იყო ვიღაცა დაწერა რომ ის ბენდუკიძის შვილი ერთხელ TBC მოლიდან ბენდუკიძის დასახლებაში წავიყვანეო და ანუ უნდოდა სასვლაო და 5 ლარი ვთხოვეო, მაგრამ თქვა რომ არა ეს ძალიან ძვირიაო და არ დაჭდა ჩემ.
ანუ ესე უთხარი მართლა? მართლა ძალიან ძვირი იყო. ხო? 9 წლის წინ ეს იყო ძალიან ხედავ, ძვირია. როგორ ჩარჩა. ხო და მე ძალიან მიხარია ხალხი ასეთი ფიქრობს. და გაგიბაზრე რომ ბენდუკიძის შვილი ჟმოტიაო. დიახ. ძალიან კარგი. ვარ. საერთოდ ჟმოტი უნდა იყოს ხო ადამიანი. ხო, მაგრამ სამწუხაროდ მე ცოტა არა ვარ. ძალიან, ანუ ძალიან ჟმოტი ხარ. ჩემს მიმართ. ხო, აბა მაგალითად მე იმიტომ ჯერ თავის სიყვარულს არ ვერ ვისწავლე. იმიტომ ანუ მაგალითად მე მინდოდა ვიყიდო ძალიან ძვირიანი შოკოლადი და არ ყიდულობ. ჩემი მეუღლისთვის. ხო უყიდე. არა, ნე, მეუღლისთვის მე არასდროს არ მაქვს პრობლემა, ანუ შვილისთვის, ან მეუღლისთვის, ან ვინმე სხვა. შენ თავზე გენანება. მაგრამ და ჩემი მეუღლე ამბობს და შენთვის იყიდე რა ისა, ჩემთვის აი ამდენი ლარი რო გადაუხადო, ანუ რა პონტია და ძალიან საყვარელი. მაგას მოტობა არ ქე, უბრალოდ გენანება შენი. ჩემო მეუღლე მაჩუკეს ეს გიყიდეს შოკოლადები. ხო, მაგრამ ნუ ისე როგორ მიყვარხარ ვიცი? ყველაზე საყვარელი და ლამაზი და სასაცილო გოგო ხარ, როგორც კომპლიმენტად მიიღე. აუ ერთი კომენტარი წამაკითხე, ეს არის ჩემი საყვარელი კომენტარი, ჩემზე დაწერა. გინდა მეც აგიკითხო. შეიძლება რომ ხვალამდე დარჩეთ აქ. არა, ერთი ბოლო დარჩა. და ეს წერს. Samsung 1-2-3 თუ რაღაცა ქვია. კაბა გაიხადე. ანუ მე კაბა გაიხადე. მე მეუბნება რომ კაბა გაიხადეო. ანუ წინა ეთერზე მეცვა კაბა. ხო, ამ კაბაზე კითხვის ნიშანიც არა აქვს, წერტილიც არა აქვს, ზახილის ნიშანიც არა აქვს. ანუ ეს ორი სიტყვა ლათინური შრიფტით წერია. არავითარი არის პუნქტუაცია, უბრალოდ გაიხადე ნიშნავს რომ შენ არ კაბა გაიხადე. აი ეს ვიღაც დაჭდა. კაბა გაიხადე. აი ეს დაწერა და ანუ ადამიანობო, ანუ კონკრეტიკა თუ შეიძლება, ანუ კითხვის ნიშანი კაბა გაიხადე? კაბა გაიხადე, ან რაღაცა მოწოდებ, ანუ რას ნიშნავს, ვერ ვიგებ, ანუ რას ნიშნავს კაბა გავიხადო? თუ ეს კაბა არ მოწოდებ გავიხადო? გადაიხადე? არა, გაიხადეო რა, პირდაპირ მეუბნება კაბა გაიხადე. გადაიხადე ნიშნავს რომ უნდა გადაიხადო. კაბა გადაიხადე კი, მაგრამ ეს მეუბნება კაბა გაიხადეო. მეგერის და შენ არ გადაიხადე სადღაც. არ გადავიხადე და კაბა უნდა გავიხადო? ხო, ეგეც საინტერესოა. მოკლედ აი ესეთი კომენტარებია და მეგობრებო, მე მოვითხოვ ჩემი ხელმძღვანელობისგან, ბაზრის ხელმძღვანელობისგან, რომ შემდეგ ზესად როცა იქნება ჩემზე ცუდი კომენტარები, ყველას სახელი და გვარი უნდა ვთქვა, ვის ცუდ კომენტარსაც წავიკითხავ და უნდა ბამხილო. რატო? არა, პირიქით, ჩემზე დაწერე ყველა დაწერე ჩემზე ცუდი კომენტარები ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ დაწერე, შენ მოგეშინია. უნდა სადღაც უნდა გამოვიდეს ეს აგრესია და გამოვიდეს ჩემზე მე არ ვარ წინააღმდეგ. აი ეს მაგალითად ჩემთვის კომპლიმენტია. ამ ადამიანმა კი დამიწერა რომ ცუდად აი რა, ტინგიცა და ცანცარა ხარ ამ ხელა ქალი. ან ტინგიცაზე პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ვარ, ცანცარაც არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ვარ. ამ ხელა ქალი ვის გაუბედეთ? ვინ? რამ ხელა ქალი? რა, სად? რამ ხელა ქალი? ვინ ქალი? ვინ ქალი? რამ ხელა ქალი? ანუ ეიჯიზმში და გადადაშაულოთ თუ რა ხდება ვერ გა. ისე ასაკი, ჩვენ თვლი რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია? თუ არა? ხო მითხარი რომ კი? არა. მხოლოდ ციფრია რა თქმა უნდა. ხო. იმიტომ რომ მე საერთოდ არ გძნობ ჩემ თავს რამდენიც ვარ. რამდენი ვარ? რამდენი ის ხარ? ჩემზე პატარა ხო ხარ? 34. მე ძალიან პატარა, ჩემთან შედარებით ბავშვია. რამდენიც ის ხარ შენ? 38-ის. ვაიმე 4 წლის სხვაობა, ვაიმე. მე რო 4 წლის ვიყავი, შენ გაჩნდი. მე ბებო უკაცრავად. აი ბებო, რუსანა ბებო. შენ შეგიძლია რომ სამი სიტყვით დამიხასიათო შენი თავი. არც 4, არც 2, არც 1 სიტყვით. სამი სიტყვა მინდა. შენზე? შენ. და მე რა შენ ხარ ჩემი სტუმარი. სამი სიტყვით. ხო. მიდი, პირველი. ცანცარა. ნუ შენ შემოგეულე. დიახ. აჰა, დავასტუკეთ. всё. მადლობთ. ცანცარა. ბაზარი, ცანცარა. აი, ცანცარა, კიდე? ცანცარა. მაგრამ ერთი სიტყვით როგორ თქვა რომ ხელები სწორ ადგილიდან მიზრდება. ანუ ცანზე კი არა, უბრალოდ მაგალითად სწორი ადგილიდან მიზრდება რა? მაგალითად. ეხა გამაგებინე რა თქვი? ხო გამაგებინე რა? მაგალითად, ნახეთ, მე მაქვს ჩემი გასაღები და მე ამ გასაღებზე მაქვს მაგალითად სახრახნისი. კი. კიდე რაღაცა პატარა დანაც მაქვს. სახრახნისი რო იცის ოღონდ მე? დიახ. სხვადასხვა სულ ვებთვი რუსული სიტყვები რომ არ გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ქართულად ვსაუბრობ, ვისაუბრებ ქართულად. კი. ამიტომ შენ ძალიან ლამაზი რა გაქვს? ეს ხვირი. შუბლი. ნარა, ზევით. ეგრა. წინამო, დიახ. ძალიან მეფიქრი არის ის რომ არ მეტყვი მეორე შენს თვისებას? კაი. მაგრამ
როგორ არის? ანუ მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, ანუ ხელმარჯვე, დიახ, ხელმარჯვე. ესე იგი, ჩანცარა, ხელმარჯვე და მესამე. მესამე, ალბათ პოზიტიური. პოზიტიური. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო ნიჭი, ისე ვთქვათ, რომ ხშირად მაქვს ღიმილი, იმიტომ რომ მე ვგზნობ ჩემ თავს კარგად და სხვა ადამიანი, მაგალითად, ერთ კაფეში ხშირად დავდივარ და გირდები იქაურ გოგოებზე და ვაიმე გოგოებო, როგორ ხარ, რაღაცა და მოკლედ, ბელინსკის კუთხეში არის ეგი და მე ვკითხულობ, ბელინსკის კუთხეში არის ეგი. მიხوارხარ. არა, ჩემი კი არა, თან ჩემი მოგლისა სხვისი. ყველაზე საუკეთესოდ საუბრობს ჩემი აზრით. მე ბელინსკის კუთხეში არა. კი არის, მე. და სულ დადრენ ძალიან, ანუ ისინი ღიმილით პასუხობენ და ანუ შენ როგორ უნდა შეგხვდეს სხვანაირად ადამიანს. მე ვკითხულობ კომენტარებს და ნუ რაღაცა ძალიან ცუდი სიტყვები და რა საზიზღარი გოგოები მუშაობენ, სულ არც ერთი ღიმილი არ არისო, მათ სახელზე და რაღაცა და თქვენ თვითონ თუ შემოდიხარ და გეცახეთ, მაშინ ეგრეც იქნება. ნამდვილად. უნდა გაუფრთხილდეთ ან მით უმეტეს ესეთ ადამიანებს, რომლებიც გემსახურებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რთული დღეა, წარმოიდგინე, მთელი დღე რაღაცა სთხოვს, რაღაცა ზეუბნება, ძალიან რთული. ძალიან რთული სერვისის სფერო არის აი სულს უბერავ ხოლმე, გამარჯობა მომზადებ, ესე ვარ ხოლმე, ესე იმდენად ვაფასებ მათ. შენი ყველაზე ცუდი თვისება, ერთი. არ მაქვს, ეს უნდა თქვა, მე ცუდი თვისებები არ გამაჩნია. ვფიქრობ, რომ მელი არის უარესი. აი, ყველაზე მეტად რომელიც ცოტა ნერვებს გიშლის რა, გაწუხებ. სულ ვაგვიანებ, სხვადასხვა სულ ვაგვიანებდი აქამდე და ხო, სულ და ვფიქრობდი, რომ ნუ ძალიან ცუდად გამიზარდეს ისე თქვას. არა, დღესაც გავაგვიანებ. ნუ არ იყო, მას ვერ ჩაგიწყო მე დაგვიანებ. და მაგრამ მე ჩამოვდი საქართველოში და მივხვდი უბრალოდ ქართველი ვარ და ქართველი ხარ. ხო, ეგ არის. ეგ ძალიან ვიცი რა არის, ჩემი ყველაზე ცუდი თვისება, რომ მე შეიძლება საერთოდ არ ვუპასუხო მესიჯებს. ხო. კი არ მინდა რომ ვუპასუხო, უბრალოდ მინდა რომ ისე კარგად ვუპასუხო, რომ უნდა დავждე, რაღაცა ვიფიქრო და მე სულ მავიცდება და არაფერს არ ხო. და ამიტომ ჩემ დაბადების დღეზე ვაკრავ ახლა იმას, აღარ მაქვს ანუ არავინ არ შეიძლება რომ დაგცეროს დაბადების დღეს ვერავე. მართლა ნერვიულობ ამაზე, რომ ხალხი იფიქრებს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. მე შენ გაგტესტავ. მე შენ გამოგიწერ Instagram-ზე და მოგწერე მესიჯებს და ვნახოთ სიმართლეს ამბობს თუ არა, მიპასუხებ თუ არა. შენ თუ გაგახსენდება საერთოდ 1070.000 გამომწერი ყავს და შენ ჩემი დაბადების დღე გეცოდინება მე საერთოდ ზოგადად მოვიწერები ხოლმე შენთან რა მარტო დაბადების დღეზე კი არ მოგს ისე მოგიკითხავ ხოლმე და ნახოთ მიპასუხებ თუ არა შენი სუპერძალა რა არის ან რა სუპერძალა გექნებოდა რა კრეტინული კითხვა დავსვი რა სუპერძალა გექნებოდა ნუ კაი მე მაგალითად ტელეპორტაცია მინდა აი წკაპ და ვარ ყველგან, სადაც მინდა, წამში. ხო, არა, მე მგონი 50 წელი და რაღაცა ექნება, ან 100 წელი, მაგრამ ჩვენ ტელეპორტაცია, მაგრამ ტელეპორტაციაზეც მეც ვიქნებოდი თანახმა. ხო, იმიტომ ვიცი როგორ არის, მე არასდროს არ მყავდა ყველა ჩემი ახლობელი ერთ სივრცეში. გარდა ჩემი ქორწილის დღე, რომელიც იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე. ორი შვილიც ვიმშობიარე და მაინც ქორწილის დღეს მისდირი. ქორწილის დღე იყო საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში. რას? ანუ დროის მანქანა გინდა. ანუ შეგეძლოს უკან დაბრუნება. ანუ ესე იგი, ანუ შენ რო შეგეძლოს უკან დაბრუნება, დაბრუნდებოდა შენ ქორწილში? ხო, აუცილებლად. ეს დღე კიდე ერთხელ რომ მქონდა, ხო, ძალიან. აი, ესე იგი, კაი დრო ატარეთ. კი, ძალიან კარგი დრო გავატარე და ძალიან კარგი გუნდი მყავდა, ვინც ყველაფერი დაარგონიზა. მე ცოტა კი არა ტიკიანი ვარ და კონტროლის გაშვება არის ძალიან რთული და ეს იყო ის დღე, რომ აი ესე გავშვი და აი რაც გინდა. ვაიმე, სხვადასხვა
2 საათის, ჩემი ქორწილის 2 საათის წინ, თავარ ისე ვთქვათ, ღონისძიების 2 საათის წინ, დედა ჩემმა ჩემ ფატას ხო არის ფატას უტოვდა და აუტოვდა მოკლედ და 1 2 3 და აი ამ ხელა ნახრეთი არაფერი მე ხო ძალიან კარგი რო იყო ბოლოში ამიტომ მე ეგრევე ჩემი მაგრატელი აი ესე მოვაჯერი და ვიყავი ხო მაგრამ ცოტა ბედნიერების მომასწავლებელი იყო ესე იგი ყველაფერი რაც შეიძლება და ვაიმე დედა ცუდი მოხდა სიმფატამ წაიღო თავის თავზე ხო და მე შუკი არის ხო მე მართლა შუკი არის ხო და ჩემი დანარჩენი კავის რაღაც ნაწილი იყო დავტავებული და მოკლედ ცოტა ვინერვიული მაგრამ ძალიან ეხლა რომ მახსენდება შეიძლება რომ აღარ მინდა ის დღე მე მგონი ეხლა გადაიფიქრე წეგანი იძახა და მინდაო და ეხლა იძახეს აღარ მინდაო კარგი იცი რა მაინტერესებს აი როცა რაღაცაზე ფრასდები ან როგორ იქცევი რასაკეთებ მე მაგალითად ისტერიკას ვტეხავ არა მე ისტერიკა გაქვს მოთმენის უნარი ხო იცი როგორ არის იმპულსური არა უკვე აღარ ვიყავი ადრე მაგრამ ჩემმა ქმარმა მასწავლა მოკლედ რომ ვიყო მშვიდად ანუ ესე იგი შეხარი ანუ ორი ტიპის ადამიანები ხო არიან ერთი რომელიც ყველაფერს ლეწავს და მეორე რომელიც უბრალოდ ხო მე უკვე მეორე ადრე ვიყავი პირველი ტიპის ლეწვა დიახ იმიტომ რომ მე ჩემ ოჯახში თუ არ ხვირი ხარ ვინ ახარ საერთოდ მეც ესე მგონია ხო და უგეყვირება იყირე რა ქმარმა წარმოიდგინეთ 9 წელიწადი იქნება რაც ვიცნობ ერთმანეთს და დავიწყეთ ურთიერთობა შურიმური არც პირველი პაიმანი ძალიან მოსახერხებლად გავაკეთეთ ჩვენი პირველი პაიმანი და ჩვენი ქორწილების დღე ერთ-ეგივე თარიღია მომიყევი რა პირველი პაიმანი გეზარება არა მიდი რა მე ინტერესებს აი ხა მომიყევი შენი პირველი პაიმანი და მე გადავიდეთ ჩემი პირველი პაიმანი იყო 13 საათი 13 საათი ასაკეთებდით Oopsie, doopsie. No. არა, უბრალოდ შევხვდით დილას საუზმეზე და მე აღარ გვინდოდა არავის წასვლა. კაი რა. ხო და ეგრე სტრადაში ვიყავით და ჯერ საუზმე იყო რაღაც ვლაპარაკობთ რაღაც. აი, ერთ წერტილში იყავით, ერთ ლოკაციაზე იყავით 13 საათი. დიახ. და მის შემდეგ ვართ ერთად. მის შემდეგ უკვე რამდენი 13 საათია ერთად ხართ? ბევრი 13-ზე მეტი. არა, მე ჯერ არ მომბეზრდა ჩემი მეუღლე, არ ვიცი, მე ძალიან მომწონს ხო. ჯერ არ მომბეზრდა ჩემი მეუღლეო. არა, ხო არის ხალხი, რომელიც ამბობს, მე უკვე არა შემიძლია დავიღალე. ხო. აი ხო, არა, მე ძალიან მიყვარს. ესე იგი, თქვენ გქონიათ ანასტასია დამემართა. შესაშური ურთიერთობა. რომ დღემდე არ გვესდებათ ერთმანეთი 9 წელი ეს არ არის. ცოტა არ არის, ნამდვილად. და არასდროს ჩემზე არ იყვირა. აი ცხოვრებაში არასდროს. და ეგ ჩემთვის არ ვიცი როგორ არის, არა, პირდაღებული ჩემი დღემდე, რომ ეგეთი მშვიდი ადამიანი არის. შენთან. ნუ ეს ურთიერთ გაგებ, შენ უწევ ტონს მასთან. შენ უწევ ტონს მასთან. უკვე აღარ. თავიდან აი სულ ორჯერ შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ჩემმა ქმარმა თქვა რომ შენ ასე თუ გაგზელებ, აღარ ვიქნებით ერთად, იმიტომ რომ მე არ მომწონს, როცა მიყვერეთ. და ჩვენი შვილი ზუსტად ეგეთი. აი ზუსტად რაღაცა ბაღში არ უნდა წასვლა და მე ვკითხე რატომ და იქ ერთი გოგო ყვირისო. მე ვთქვი რომ ოკეი და მე მასწავლებელთან վել დაველაპარაკე და ვთქვი რომ ხო სანის არ მოსწონს რომ ვინმე თუ ყვირის, ესე იგი არ მოწონს. ხო, ანუ გენეტიკური არის. ანუ სანის ჩემი გადაცემა არ მოეწონება, იმიტომ რომ მე სულ ღრიალებ ვარ. არა, შენ, არა, ეგ სხვა არის. ანუ მამაღლა, ოკეი, მაგრამ ეგ სხვა რამე მოხდება. ვიცი რა მაინტერესებს? 20 წლის მერე შენი თავი სად წარმოგიდგენი? აი, სად არის ანასტასია? ეხლა ვარ რამდენი? 34. ვიქნები 40. რამდენი იქნები? 45. მე 0 მათემატიკაში. ხუთ ვერ ვუმატებ 2-ს, ამიტომ არ გაგიკვირდა. ხო, არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული, ამიტომ არა. აი, რა სად არის ანასტასია და რას აკეთებს მაგ დროს? ჩემი შვილი იქნება 24 წლის.
და ჩემი პატარა იქნება 20. ხო. ისინი უკვე სადმე სასულები არიან, მე და ჩემი მეუღლე. ასე ხართ? დაახლოებით. ან რა სადღაც დავდივართ. ხანდახან, ნუ აი საზღვარგარეთ, ან ძალიან მინდა მაგალითად Cape-Town-ში. როგორი აფრიკა არის? სამხრეთ აფრიკა. აჰა, ეგა. იქ. სამხრეთ ავსტრალიაში მინდა და წახვალ გონგან. კი. და ეს რაც გაჩნია, ნუ ჩემი, ისე ვთქვათ, სურვილები, ხო, მეუღლე. მაგრამ მე რა მინდა გავაკეთო. აი რა უნდა გქონდეს უკვე მაგ პერიოდში გაკეთებული ნუ მოძღვრები. ჩემი რამე გადაცემა, რამე, ნუ პოდკასტი, ჩემი მე აქვს ანასტასია. ხო, მეც უნდა იყოს კაი. მეც მინდა რომ მქონდეს. და მინდა რომ ჩემი გადაცემით ბევრ ადამიანს დავეხმარო. ნუ, ანუ შეიძლება რომ არა ისე რომ აიღეშვილო რაღაცა, უბრალოდ რომ ხალხი იყოს უფრო ბედნიერი ამ გადაცემის შემდეგ. ამ გადაცემის რაღაცა ამ დაგვარი. რა გადასარევია. კარგი იქნება. გადასარების სურვილები გაქვს შენ და მე ვარ დარწმუნებული ეს ესე იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის როცა რაღაცა ძალიან გვინდა, ეს სურვილები მიდის კოსმოსში, ეს კოსმოსში რაღაცებს ხარშავით, იქ ხარშავს და მე გიგდებს ეს ყველაფერი და გამოდის ეს ყველაფერი და ძალიან მარტივია. ეხლა ჩემი საყვარელი კიდევ ერთი რუბრიკა არის, ესეთი ერთი და იგივე კითხავს ვსვავ, მაგრამ ამ რუბრიკის მთავარი წესი რა არის? საერთოდ დაუფიქრებლად უნდა გამცე პასუხები. Blitz ინტერვიუ, მე შენ დაგისვავ ორ სავარაუდო შეგიყო. ხო და შენ უნდა გამცე ეგრე, აი რაც არ უნდა მოგივიდეს თავში, უნდა დაიყვირო. გაიგე? შენ მე მინდა ვხავრო ჩემს დედამთილს, რომ არ უყუროს. გადართეთ. ქალბატონო დედამთილო. კეთე. გზად ხარ? ისეთ კითხვებია რა. ერთი? ხო მართლა არ ვიცი. სისტრაფე ჩართე ხარ, შენ ცუცანც არ ხარ ჩემნარი. აბა წავიდა. შენ თუ სხვა? სხვა. ცივი თუ ცხელი? სწრაფად. ცივი. გართობა თუ დასვენება? გართობა. კეთილი თუ ბოროტი? კეთილი. ასე მარტივად ვიწყებ ხოლმე და მე გადავდივართ ნახე. შურიანი თუ მატყუარა? მატყუარა. ნათესავი თუ მეგობარი? მეგობარი. შურის ძიება თუ სიმშვიდე? სიმშვიდე. მუშაობა თუ იული ფული? არა, მუშაობა. სიმართლე თუ სიკეთე? სიკეთე. სიყვარული თუ თავისუფლება? თავისუფლება. ქალი შოქშია, ხალხო. აპლოდისმენტები დაიმსახურა, იმიტომ რომ წინაზე გიორგი ვარდოსანიძე რო ნახო რეები იყვირა. ხეხი, ხალი, სკამი აისყვიროდა. იცი რა, შენ ესე მაინც ფიქრობდი. შენთან ძალიან რთული ისა შენ დონეზე და შენ თალღაზე რო იყოს ადამიანი. არა, მარტივიც არის. მაგრამ მე ხო გეხმარები შენ იმაში, რომ მარტივად გავატარო. არა, ნამდვილად, არა. ნახე როგორ ის ჩემთვის არის რთული. შეიძლება რომ მისთვის იყოს რთული, იმიტომ რომ მეთლი შენ როგორც ერთ-ერთ სასაცილო კომიკეს ახლა გადმოგიჯდა ჩაიწეცო და ეს ჩაგეხუტო. ბიოდენები. ხო და მადლობა რომ ესეთ რაღაცები მითხარ, იმიტომ რომ სინამდვილეში შენ აქ იმისთვის ხარ რომ მე გაქო და გადიდო. რომ შენ ხარ ნამდვილად ფანტასტიკური, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიალა, მზესავით ქალბატონი, ფანტასტიკური დედა, ფანტასტიკური მეუღლე და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაგალითი ხარ და მართლა ძალიან მიხარია და ძალიან მამაყოფი. მითხრობ დღეს სწორედ შენ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ ყოველთვის აღთვალებული ვიყავი შენი და შენმა ქრაშმა შემოგიტანა ყვავილები. ვაუ, რა ლამაზია. Stories Flowers-ის ძალიან ლამაზი თაიგული. ოსტა დასუნებთ ხო? უბრალოდ. ძალიან კარგი სურნელი აქვს და ფანტასტიკური ყვავილები არის. ჩემი დღევანდელი ახლა ისე და ჩემი დღევანდელი სტუმარი live stream-ის ბაზრის რაბაზარიას სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი შოკის მომგვრელი საოცარი ჩემი საყვარელი გოგო ანასტასია ბენდუკიძე. დღევანდელი გადაცემა, არა, დღევანდელი სტრიმი დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა შეგხვდებით შემდეგ სამშაბათს ზუსტად 8 საათზე. მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით, ჭამეთ, დალიეთ, დაწაკით, დაიზიეთ, გაიღვიძეთ, ეს ყველაფერი გავაკეთოთ აქ, ერთად, ჩემთან ერთად, ან ამ ყველაფერს უყურეთ პირდაპირ live stream-ზე ბაზრის Facebook გვერდიდან, ან უკვე მეორე დღეს YouTube-ზე დაიდება. მადლობა რომ მიყურეთ, კარგად!